მოგესალმებით, მე გახლავართ მანანა მგალობლიშვილი, ექიმი რეპროდუქტოლოგი და დღეს ვისაუბრებ ადამიანის პაპილომავირუსის შესახებ მამაკაცებში. ადამიანის პაპილომავირუსის 150-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ მათგან მხოლოდ რამდენიმეა ონკოგენური რისკის შემცველი. მაგალითად, ქალებში დიდი დროის განმავლობაში HPV ვირუსის ცირკულირება იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს, ხოლო მამაკაცებში ანუსის, პენისის და ყელის კიბოს. ადამიანის პაპილომავირუსი საკმაოდ გავრცელებულია. სქესობრივად აქტიური მამაკაცების და ქალების დაახლოებით 80% ინფიცირდება პაპილომავირუსით, მაგრამ მათგან 95% შემთხვევაში ვირუსი განიცდის ელიმინაციას, ანუ თავისით ქრება. დანარჩენ 5%-ში რჩება და ამ შემთხვევაში ის წარმოადგენს მაღალ რისკს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის. ადამიანის პაპილომავირუსისგან განკურნება არ ხდება, ის რჩება ორგანიზმში ან თავისით ქრება. როგორ უნდა დავიცვათ თავი ადამიანის პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამებისგან? პაპილომავირუსისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა HPV ვაქცინაცია, რომელიც ტარდება ყველაზე მაღალი რისკის პაპილომავირუსის შტამებზე და გიცავს პაპილომავირუსით დაინფიცირებისგან. ადამიანის პაპილომავირუსი გადაეცემა მხოლოდ სქესობრივი გზით. ამიტომ ვაქცინაცია საჭიროა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე. ბიჭებში 8 წლის ასაკიდან, ხოლო გოგონებში 11 წლის ასაკიდან. მაგრამ თუ მამაკაც უკვე დაწყებული აქვს სქესობრივი ცხოვრება, აქვს თუ არა აზრი ჩაიტაროს პაპილომავირუსზე ვაქცინაცია. უმეტეს შემთხვევაში აქვს აზრი. თუ ის უკვე ინფიცირებულია და ეს დადგინდა PCR მეთოდით ლაბორატორიული კვლევით, ვაქცინა მას დაიცავს დანარჩენი შტამებისგან, რადგან ყველა ამ შტამის ერთდროულად არსებობის შანსი ორგანიზმში ძალიან დაბალია. ამავე დროს, თუ ხარ ინფიცირებული, ის შეიძლება გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით გაქრეს. ამიტომ პაპილომავირუსის მაღალი რისკის შტამის გამოვლენის შემთხვევაში, ლაბორატორიული გამოვლენის შემთხვევაში, ხშირად ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ დაახლოებით წელიწად ნახევარში 2 წელიწადში გაიმეოროს იგივე ანალიზი. თუმცა ვაქცინაცია მაინც ტარდება. და ასევე მამაკაცს ეძლევა რეკომენდაციები სხვადასხვა პროფილაქტიკური კვლევების ჩასატარებლად. რადგან მამაკაცებს ისევე როგორც ქალებს ესაჭიროებათ რეგულარული სამედიცინო სკრინინგი და მათ წელიწადში ერთხელ უნდა მიმართონ ექიმს. გამოიწერეთ ჩემი არხი და გაიგეთ უფრო მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ.